საქართველოს მელიორაცია 2025 წლის საქმიანობას ანგარიშის მიხედვით გაიზარდა სარწყავი სისტემების ეფექტიანობა და დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო ფართობები. მიმდინარე წელს კი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო დაახლოებით 83 მილიონ ლარს გამოყოფს. რა იყო გასული წლის მთავარი შედეგი და 2026 წელს რომელი პროექტები იქნება პრიორიტეტული სტუმართან საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან გიგლა თამაზაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კაცემაშ სტუმრობისთვის. მაშასე როგორი იყო 2025 წელი? ერთგვარად შეჯამებით დავიწყოთ და მერე ვისაუბროთ იმ შესაძლო სიახლეებსა თუ მოლოდინებზე, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ სამსახურთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს ფერმერს, მომხმარებლებს, ყველას, ვინც თქვენი პროდუქტით სარგებლობს. მოგესალმებით, მივესალმებით ძვირფას ტელემოყურებლებს. რა თქმა უნდა, 2025 წელი საქართველოს მელიორაციაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი გახდათ. მე არ დავიწყებ თქვენ ეთერში კიდე იმის გაჟღერებას, რომ მელიორაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია სოფლის მეურნეობაში და მის განვითარებაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი აქვს. სოფლის განვითარების სექტორში მელიორაციის განვითარებაზე დამოკიდებულია ის პროდუქციის ფასი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასი, თუ აგრეთვე მისი ხარისხიანობა, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია დარგის განვითარებას და შესაბამისად გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან დიდ როლს ანიჭებს აღნიშნული კობენის სწორ გზაზე დაყენებას და განვითარებას. სწორედ ამიტომაც 2025 წელს დაიწყო მელიორაციაში ეგრე რომ ვთქვათ მნიშვნელოვანი რეფორმები მოიცავდა როგორც რებრენდინგის ნაწილს, რეფორმები მოიცავდა ასევე სტრუქტურული რეორგანიზაციას და ისეთი მიმართულებების ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომსახურების ხარისხის აწევასზე და სწრაფადობაზე და მიღწევადობაზე. შესაბამისად, ჩვენს მიერ რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი მიდგომები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლის მელიორაციისთვის. მაგალითისთვის, რას გულისხმობს სიტყვა მომავლის მელიორაცია? პრაქტიკაში როგორ გესახებათ ეს? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან დღევანდელი გამოწვევების ფონზე, მათ შორის გლობალური გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რაციონალურ გამოყენებას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში წყლის რესურსების კუთხით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს რესურსი ამოწურვადი არ არის და მას არ ჭირდება რაციონალური გამოყენება და სწორი დაგეგმა და მენეჯმენტი. შესაბამისად, აი ამ ფონზე მნიშვნელოვანი თემა იყო ჩვენთვის, რომ სწორი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება იმ კუთხით, რომ აღნიშნული რესურსი იყოს რაციონალურად გამოყენებული და რაც თავარია მინიმალური დანაკარგებით იყოს მიწოდებული სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ფერმერებისთვის თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის. 2025 წლის განმავლობაში რა მოცულობის ტერიტორია მოიცავით და მთლიანობაში დღეს შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფილია დაუშვათ რაღაც კონკრეტული კილომეტრაჟით ფართობი და რამდენია დარჩენილი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაცხადებული ამბიცია გვაქვს, რომ საქართველოში მოყვანილი პროდუქცია მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ ექსპორტზე, ექსპორტს რომ თავიდანვე ადგილობრივ ბაზარზე უნდა გავყიდოთ და იმპორტირებული ძალიან ბევრი მიმართულება ჩავანაცვლოთ, თუმცა გამართული სარწყავი სისტემების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომაც ვკითხულობ, რა მოცულობის ტერიტორიაზე უკვე განახორციელეთ ეს პროექტები? გამართული სარწყავი სისტემა და თანამედროვე სარწყავი სისტემა პირდაპირ კავშირშია უხმოსავალზე, პირდაპირ კავშირშია დაბალ ფასებზე, სწორედ ამიტომაც მელიორაცია გეგმავს და განვითარებს ახალ პროდუქტებს და ახალ მიმართულებებს. რა ოდენობის ფართობი მოერწყა 2025 წელს? 2025 წელს მოერწყა მელიორაციის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდული ფართობი ბოლო წლების განმავლობაში ვიტყვი, ეს გახლავთ დაახლოებით 74,000 ჰექტარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი რეკორდული ბაჭვენებია. რა დაგვრჩა და რამდენად ხარისხიან სისტემებზე საუბარი, რომ დაუშვათ არ მოგიწევთ ხელმეორედ მიბრუნება უკვე იმ ფართობებთან, რომლებიც უკვე ჩატარდა ესა თუ ის მიმარ პროექტი. 2026 წლის ჩვენი გეგმა გახლავთ
3000-მდე ჰექტარი ფართობის მორწყვა, რა თქმა უნდა, იმ მორწყვის ციკლების დაცვით, რომელიც გასაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებული კომისიის მიერ. ანუ ჩვენს აბონენტებს მომხმარებელს მინიმუმ 4-ჯერ 2 კვირის განმავლობაში უნდა მივაწყოდოთ წყალი და სრულად უნდა უზრუნველყოთ ის პრობლემა და ის საკითხი, რომელიც მორწყვის პერიოდში მათ გააჩნიათ ხოლმე. გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს და აი ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ გავაჩინეთ ახალი ტერმინი და ავიღეთ სწორება გარანტირებულად ირიგირებული დაკვეთებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ ნებისმიერ დროს მოსახლეობასთან მივიტანოთ წყალი და მათ არ შეერქმნათ მორწყვის პრობლემა. აღნიშნულ პრობლემას აგვარებს ერთადერთი საკითხი, ეს გახლავთ აკუმულირებული წყლის მარაგები, შექმნილი და განახლებული წყალსაცავების ინფრასტრუქტურა და შექმნილი და განახლებული ტბორების და ტბების ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს გვერდით მდგომი სარწყავი სისტემების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ ვიქნებით მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე დამოკიდებული, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ ჩვენი ფერმერების მოთხოვნებს და რადგან მისი ჩამონადენის გადანაწილება წლის განმავლობაში ძალიან ერთგვაროვანია. ამიტომაც არის, რომ მელიორაციამ აქცენტი აიღო ტბორებისა და წყალსაცავების შექმნაზე. ამიტომაც არის, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად წარმოგვიდგება ის საკითხი, რომ კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოში და კახეთში იგეგმება და უკვე პროექტირების ეტაპზე გადავიდა, მას შემდეგ რაც წინა საპროექტო სტადია გაიარა ილტოს წყალსაცავის მშენებლობამ. ამიტომაც დავაინაცირეთ ლაკბის წყალსაცავის მოდერნიზაციის საკითხი. ამიტომაც ვითხოვთ და მიდის მოლაპარაკებები, რომ ის ტბორები, რომლებიც სარწყავი ფართობების გვერდზე იმყოფებიან, გადმოვიდეს მელიორაციის საკუთრებაში და აღნიშნული მიმართულება ძირითადად სამცხე-ჯავახეთში გვაქვს განვითარებული, გადმოვიდეს მელიორაციის საკუთრებაში, რაცაც ჩვენ გარანტირებულად მორწყოთ ის ფართობები აკუმულირებული წყლის მეშვეობით. კი ბატონო, მე ადრე გადაცემაში ვთქვი, მე იმ რაიონიდან ვარ, დედოფლის წყარო, იქ დავიბადე კავიზადე, სადაც ეს პრობლემა წყალმომარაგების სისტემაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო, ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში და მაშინ სულ მახსოვს, რომ აი ამ სარწყავი წყალთან მიმართებაში მუდმივად იყო, რომ აი როდის გვექნება წყალი, რამდენად იქნება და შევძლებთ თუ არა. ეხლა რადგან ილტოს წყალსაცავის სისტემა ახსენეთ და მთლიანად კახეთის ნაწილი, სწორედ ამიტომაც ვაპირებ ამ კითხვის დასმას. ეს სისტემები, რომელზეც ეხლა თქვენ საუბრობდით, უზრუნველყოფს იმას, რომ რეალურად ის პრობლემა, რომელსაც ფერმერები აწყდებიან დღემდე სარწყავ სისტემებთან მიმართებაში, როგორც პრობლემურ ნაწილთან, იქნება მოგვარებული თუ დაუშვათ ეს ან რა პერიოდში უნდა იყოს თუნდაც ის ილტოს წყალსაცავის მშენებლობა დასრულებული, რომ რეალურად კახეთში მოსახლეობამ და ფერმერმა იგრძნოს, რომ მათ წყლის სისტემასთან დაკავშირებული, სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემები მეტ-ნაკლებად გადაჭრილი აქვთ. დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა და ამ კითხვას მე ორ ნაწილად გავყოფდი. აღნიშნულ პროცესში ორივე მხარე უნდა აქტიურად ჩავერთვათ და რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში მაგალითად ბიზნესი ამ შემთხვევაში ფერმერი როგორ უნდა იყოს ჩართული? ბატონო, ფერმერი როგორ უნდა იყოს ჩართული? და მოგახსენებთ ამას დეტალურად. ნახეთ, პირველ რიგში მელიორაციამ უნდა უზრუნველყოს გარანტირებულად ირიგირებული ფართობის აქტივობა. ანუ უნდა უზრუნველყოს აკუმულირებული წყლის მიწოდება. თუმცა ფერმერებს უნდა ვასწავლოთ თანამედროვე მორწყვის სისტემები. ჩვენ ნელ-ნელა უნდა ამოვიღოთ ის მორწყვის პრაქტიკა, რომელიც დღესდღე გაგვაჩნია და პირდაპირ დამღუპელია, ეგრე რომ ვთქვა, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. ჩვენ უნდა გადავიდეთ მორწყვის თანამედროვე სისტემაზე, რომლებიც წყლის რესურსებს 10-ჯერ, 15-ჯერ ნაკლებად მოიხმარენ და ზოგავენ მას ბუნებრივად. აღნიშნული სისტემები ეფექტურია როგორც მცენარის ზრდა-განვითარებისათვის, ისე ზოგადად წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის და ზოგისათვის. ანუ საქართველოს მთავრობამ და მელიორაციამ ორი მიმართულებით უნდა განვახორციელოთ საქმიანობა. პირველი მიმართულება ბუნებრივია, გახლავთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და უპრობლემოდ მიტანა ფერმერამდე საირიგაციო წყლის. შემდეგ მეორე ეტაპი გახლავთ ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომ ფერმერს შეეძლოს თავისუფლად გამოიყენოს თანამედროვე მორწყვის სისტემები. ეს გახლავთ როგორც დაწვრილი სისტემები. როდისთვის უნდა იყოს ეს თანამედროვე სისტემები? მე არ მგონია, რომ რომელიმე ფერმერი იყოს ამის წინააღმდეგი და მაინც დღეს არსებული სისტემის შენარჩუნება ჰქონდეთ მიზნად.
დიახ, ძალიან კარგია, რომ აღნიშნული სისტემები უკვე ნელ-ნელა ინერგება და ფერმერები თვითონვე ირჩევენ გზას და აქედან გადადიან. ერთ-ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამიტომაც მელიორაცია ხშირ შემთხვევაში სთავაზობს თავის მიდგომებს და გამოცდილებებს და ეგრეთ წოდებულ ტრენინგ გაკვეთილებს, რომ აღნიშნული მემართულებად იყოს ფერმერი კარგად გათვითცნობებულია. 2026 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს, რომ მოვაწყოთ რამოდენიმე სარწყავი სისტემა, საჩვენებელი სარწყავი სისტემა, რომელიც ერთგვარად ხელშეუწყობს, რომ თვალით ნახონ ფერმერებმა თუ რაოდენ ეფექტურია აღნიშნული სისტემები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გახორციელებული და დაგეგმილი პროექტები, რომელიც საქართველოს მასშტაბით თითქმის 83 მილიონი შეადგენს, ყველა აღნიშნული განახლებული სისტემა თანაბრად არის განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხები ძირითადად მიმართულია მოწყვლადი რეგიონებისკენ, სადაც ძირითადი მოთხოვნა და პრობლემა დეფიციტორი არეალები გვაქვს. შესაბამისად, მოეწყოს იმდეგვარად, რომ ფერმერს ჰქონდეს სისტემის ადვილად გამოყენების საშუალება. და ჩვენი საუბრის ბოლოს ყველაზე პრობლემური რეგიონები რომლებია, სადაც უკვე გჭირდებათ უფრო დამატები ან ტემპის აჩქარება, ან კიდევ ახალი პროექტების განხორციელება, იმისთვის რომ მაქსიმალურად მეტნაკლებად თქვათ, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი სარწყავ სისტემებთან დაკავშირებულ პრობლემებს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნაკლებად განიცდის. ყველაზე პრობლემურ რეგიონებად ისევ და ისევ უნდა ჩავთვალოთ ისეთი რეგიონები, სადაც მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე დიდია. ბუნებრივია ეს გახლავთ კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველო, რადგან აღმოსავლეთ საქართველოში საერთოდ დეფიციტური მხარეა წყლის რესურსების კითხვით. ავიღოთ ისევ დაუბრუნდეთ ილტოს წყალსაცავს. რატომ ავარჩიეთ ილტოს წყალსაცავის მშენებლობა? იმიტომ რომ ზემო და ქვემო ალაზნის სისტემა იყოს გარანტირებულად სისტემაზე მიმული ნაკვეთები იყოს გარანტირებულად ირიგირებული. იმიტომ აღნიშნულ სისტემაში კონდეს მუდმივად წყალი. რატომ ავარჩიეთ ლაკვის წყალსაცავის მოდერნიზება ისევ კახეთში? იმიტომ რომ მასზე მიმული დაახლოებით 4000 ჰექტარ ნაკვეთს კონდეს გარანტირებულად ირიგირებული წყალი. სწორედ ამიტომაც რატომ ავირჩიეთ საერთაშორისო პროექტებში ქართლში ტაშისკარის ტელეფონის არხის რეაბილიტაცია? იმიტომ რომ გადავაწყოთ თანამედროვე სისტემებზე და უზრუნველყოთ სოფლის მეურნეობის იმ ნაკვეთს, სოფლის მეურნეობაში შემოვალი დასაქმებული მოქალაქეების უზრუნველყოფა. როდისთვის იქნება მთავარი? პირველი 2026 წლისთვის დაგეგმილია 83 მილიონის რეკორდული თანხის დახარჯვა ამ ინფრასტრუქტურაში, ამ სისტემაში. მსგავსი რაოდენობის თანხა ჯერჯერობით არ დახარჯულა. აღნიშნული 83 მილიონი გაწერილია პროექტების მიხედვით მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მართალია მის შემადგენლობაში შედის დრენაჟის ნაწილი, და მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ თუ დასავლეთ საქართველოში უკაცრავად, თუ აღმოსავლეთ საქართველოში გვაწუხებს ჩვენ ის დეფიციტი, პირიქით არის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან დასავლეთ საქართველოში მოსაშორებელია ჭარბი წყალი. რა თქმა უნდა, აღნიშნული 83 მილიონი განკუთვნილია აგრეთვე დრენაჟის სისტემებისათვის, თუმცა ძირითადი ნაწილი თანხის 83 მილიონიდან დაიხარჯება აღმოსავლეთ საქართველოში და გაუმჯობესდება სამელიორაციო სისტემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, როდესაც შევხვდებით შემაჯამებელ შეხვედრაში, ვისაუბრებთ იმ გაუმჯობესებელ არხებზე, იმ გაუმჯობესებელ სარწყავ სისტემებზე, რომელიც აღნიშნული თანხით მიერ იქნა რეაბილიტირებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. გიგლა თამაზაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.